მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ დონალდ ტრამპის დაბრუნებაზე, რაც შეიძლება ნიშნავდეს ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის და აქ ამ პატარა მიმოხილვაში მინდა განვიხილოთ ამერიკის ძირითადი სტრატეგიული ინტერესები, რაც მას გააჩნია მსოფლიოს მასშტაბით და რამდენად არის შესაძლებელი დავინახოთ ასე ვთქვათ ფუნდამენტური ცვლილება ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში აზიიდან ევროპამდე სივრცეში. ხა პირველი რაც უნდა განვიხილოთ, რა თქმა უნდა, არის ის, რომ სიახლე მის საგარეო პოლიტიკაში, ტრამპის საგარეო პოლიტიკაში არის დაახლოებით მონროს დოქტრინის დაბრუნება. ხა პრეზიდენტი მონრო მე-19 საუკუნის დასაწყისის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილია თავისი ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინის შემუშავებით, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ რამეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ ექსკლუზიური გავლენის უფლებები, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე და არარეგიონულ ძალებს არ აქვთ უფლება, რომ ასე ვთქვათ, ეკონომიკურად თუ სამხედრო კუთხით გავლენა მოახდინონ ამ ორ კონტინენტზე. ამ მეთოდმა ვერ ვიტყვით, რომ სრულად ითამაშა, ასე ვთქვათ, შეასრულა თავისი როლი მე-19 საუკუნის განმავლობაში, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან შორს იყო ევროპისგან, აზიისგან, ხოლო ევროპულ ქვეყნებს არ ეცალა დიდად ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისთვის, არამედ უფრო თავის ასე ვთქვათ, მეზობლებთან ომებით იყვნენ დაკავებულები და შემდეგ უკვე აფრიკისკენ და აზიისკენ ექსპანსიით და კოლონიების დაარსებით. მეტნაკლებად ამ მონროს დოქტრინამ თავისი როლი შეასრულა, ევროპელები დიდად არ ერეოდნენ ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ამერიკის საქმეებში. ითამაშებს თუ არა, შეასრულებს თუ არა იგივე მიდგომა სასურველ როლს 21 საუკუნეში, ამის წინასწარ თქმა რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიო არის ძალზედ დაკავშირებული ერთმანეთთან, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილი დამოკიდებული ერთმანეთზე ეკონომიკურად თუ საფრთხეების კუთხით, თუ ელემენტარულად პოლიტიკური კავშირებით, რა თქმა უნდა, სრულად ჩაკეტვა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უცხო გავლენისგან რთულად წარმოსადგენი იქნება. და ამიტომაც აი ამ მონროს დოქტრინის განმეორება, რასაც ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სთავაზობს თავის მეზობლებს თუ ზოგადად მსოფლიოს, რთულად შესასრულებელი იქნება. რომ წარმოვიდგინოთ, ეს უნდა ნიშნავდეს შემდეგ რამეს. არც ჩინური გავლენა უნდა იყოს სამხრეთ ამერიკაში, სადაც ჩინელები სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ და სულ უფრო მეტად ვაჭრობენ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან ბრაზილია თუ სხვა ლათინოამერიკული ქვეყნები. ეს ნიშნავს იმას, რომ ის მცირე, მაგრამ მაინც გავლენა, რომელიც არსებობს რუსეთისა ამ მსხვილ კონტინენტზე, ესეც უნდა სრულად ამოიძირკოს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ის ადგილობრივი ქვეყნები, ბრაზილიიდან დაწყებული, კოსტა-რიკით თუ კუბით და მექსიკით დამთავრებული, ეს ყველა ქვეყანა უნდა ორიენტირდეს ამერიკასთან ურთიერთობაზე, იქნება ეს ვაჭრობით თუ სამხედრო და უსაფრთხოების კუთხით. ეს რთულად წარმოსადგენია წმინდა ლოჯისტიკურად, რესურსების კუთხით, რამდენად შესაძლებელი იქნება ამის განხორციელება, მაგრამ თვითონ ფაქტი იმისა, რომ ამერიკა გარკვეულწილად ცდილობს თავის ნახევარსფეროში ჩაიკეტოს, ეს უკვე არის სიახლე საგარეო პოლიტიკური, რომელიც არ ახასიათებდა ამერიკის საგარეო პოლიტიკას, შეიძლება ითქვას მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული.
არის ეს იზოლაციონიზმი, თუ არის ეს გარკვეულწილად უკან დახევა, რასაც ამერიკელები ეძახიან retrenchment, ანუ უკან დახევა ოღონდ სისუსტის გამო კი არა, არამედ უბრალოდ თავის პოზიციების გამაგრებისათვის და მეტად გარკვევისთვის თუ რა არის საჭირო სამომავლოდ. ამას ჩვენ ვნახავთ მომავალში, მაგრამ ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას ერთი რამ, რომ ეს სიახლე რის იმოსტრენ ჩვენ ხვდებით, გარკვეულწილად ამ მონროს დოქტრინის გამეორება, პანამას სრუტის ხელში ჩაგდებით და მექსიკასზე და კანადაზე, ესე ვთქვათ, უფრო მეტი გავლენის გავრცელებით, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობენ გარკვეულწილად უფრო მეტი უსაფრთხოება მოიპოვონ თავისი საზღვრების გარშემო. შეიძლება ითქვას რაღაც დოზით ჩაიკეტონ კიდევაც, რადგან ის სოფლიო, რომელიც დანარჩენ კონტინენტებს მოიცავს და ის წესრიგი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს სოფლიოში, სულ უფრო ნაკლებად არის მონგებიანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს ამერიკის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც უკვე მეორეჯერ მხარს უჭერს დონალდ ტრამპს და მის გაპრეზიდენტებას. ახლა რატომ არის ეს არასასურველი ამერიკის პოლიტიკური ისტაბლიშმენტისთვის? არასასურველში გულისხმობ აი არსებულ მსოფლიო წესრიგს. ეს კი ის მსოფლიო წესრიგი, ანუ ლიბერალური ინტერნაციონალიზმი, ანუ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი, რომელსაც ამერიკა აშენებდა მეტნაკლებად ცივი ომის დროიდან, მაგრამ მაინც უფრო მცირე ტერიტორიაზე, ძირითადად დასავლეთ ევროპაშსა და თქო აზიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, გულისხმობ კორეას, იაპონიას. და შემდეგ უკვე ცივი ომის დასრულებისას და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ უკვე ამერიკამ გაავრცელა ეს ლიბერალური წესრიგი ევრაზიის საკმაოდ დიდ ნაწილში, აღმოსავლეთ ევროპის მთლიან ტერიტორიაზე, აზიის ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ლიბერალურმა წესრიგმა მოიტანა ბევრი სარგებელი, მაგრამ ამ სარგებელმა იკლო უკვე წლების განმავლობაში და სადღაც 2010-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც უკვე ჩინეთი იმდენად გაძლიერდა, რომ მას უკვე თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა, რომლითაც ის უკვე იყურება მთელი მსოფლიოს მიმართულები და ცდილობს უფრო წამყვანი როლი შეასრულოს. აქ ამერიკელებმა ნახეს, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს არსებული მსოფლიო წესრიგი აღარ არის ისეთი მონგებიანი, როგორც იყო ეს ადრე. ანუ ის იაფი მუშახელი, რომლითაც ამერიკული კომპანიები ძალიან დიდ ფულს შოულობდნენ ჩინეთში და შესაბამისად ამერიკული ეკონომიკა უფრო ვითარდებოდა, იზრდებოდა გარკვეულწილად, რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, რადგან მაინც ერთის მხრივ ეს ქარხნები გადიოდნენ ჩინეთში, მაგრამ მეორეს მხრივ ის წარმოება და ის ცოდნა და ის ქარხნები, რომელიც ამერიკის შუაგულში იყო ტრადიციულად, შუაგულ შტატებში, ცირდებოდა და მცირდებოდა, იკეტებოდნენ და პრინციპში მივიღეთ ის, რომ 2025 წლისთვის ამერიკის ინდუსტრია უთმობს მნიშვნელოვნად ჩინეთის ინდუსტრიას. ანუ ამერიკაში ყველაფრის წარმოება დღეს უკვე შეუძლებელია. ყველაფრის წარმოება არის შესაძლებელი ჩინეთში და აი ამ კუთხით ის მოდელი, რომელიც იყო წარმოდგენილი აი 90-იან წლებში, 2000-იან წლებში და მონგებიანი იყო ამერიკული ეკონომიკისთვის, დღეს უკვე ნაკლებად მონგებიანია და ეს ეკონომიკური ნაციონალიზმი, ზუსტად აი ამის შედეგი იყო ის, რომ მოვიდა ტრამპი, რომლის უკანაც დგას ბევრი ის ადამიანი, რომელთაც სურთ, რომ ამერიკამ აღადგინოს თავისი წარმოებლური, ესე ვთქვათ, ნიჭი და ძალა გააღვივოს, რადგან სხვა ქვეყნები უკვე უწევენ რეალურ კონკურენციას ამერიკის შეერთებულ შტატებს. აი ამის გათვალისწინებით ის მსოფლიო წესრიგი, სადაც ამერიკა წამყვანი ქვეყანა არის
და მას კონკურენციას ვერ უწევს ვერც ერთი ქვეყანა, რაც იყო 90-იან წლებში, 2000-იან წლებში. დღეს ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული, ჩვენ ხედავთ ჩინეთს, ხედავთ რუსეთს, ნაწილობრივ ინდოეთსაც, ხედავთ აზიის კიდევ სხვა მცირე ზომის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან მოთამაშეებს, რომელთაც აღარ სურთ, ასე ვთქვათ, უნიპოლარულ სამყაროში ცხოვრება, არ სურთ იცხოვრონ ისეთ წესრიგში, სადაც დასავლეთი არის წარმართველი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მოთამაშე და იწყებენ ეს აზიური ქვეყნები, ან ევრაზიული ქვეყნები უფრო ასე ვთქვათ, თავდაჯერებულ თამაშს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაზე, რაც ასევე იწვევს, რა თქმა უნდა, დიდ წინააღმდეგობას და უკმაყოფილებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამერიკის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი დღეს ნაკლებად არის დაკმაყოფილებული ამ ახალი, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არსებული ლიბერალური მსოფლიო წესრიგით. ტრამპი არა მარტო სკეპტიკოსია ამ ლიბერალური წესრიგისა, არამედ შეიძლება ითქვას პირდაპირ მისი მოწინააღმდეგეც კი. რადგან ის ხედავს, რომ ამერიკა არის ძლიერი ქვეყანა, მას შეუძლია თავისი რესურსებით თუ ახლო მოკავშირეებთან ერთად ააშენოს და მიაღწიოს იმას, რომ მოიპოვოს ის უპირატესობა, რაც მას ისტორიულად გააჩნდა, ყოველ შემთხვევაში ბოლო 100 წლის განმავლობაში და ამიტომაც ჩვენ ხედავთ აი ესეთ რადიკალურ ზომებს, როგორც არის ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინის გაღვივება, ხედავთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე უფრო თამამად ესაუბრებიან თავის მოკავშირეებს ევროპასა თუ აზიაში, რომ მათ მოუმატონ სამხედრო ხარჯებს, რომ მათ იგივენაირად გაუწიონ დახმარება იქნება ის უკრაინას თუ რომელიმე სხვა ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ამერიკული დახმარება თუ ჩარევა იყო ყოველთვის წარმართველი. და აი ამ კუთხით თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ გავანალიზებთ იმას, თუ რა პოლიტიკას ატარებდა ტრამპი 2017-დან 2021 წლამდე, ანუ როდესაც ის პირველად იყო არჩეული პრეზიდენტად, ჩვენ ხედავთ პრინციპში ლოგიკურ გაგრძელებას მისი განცხადებების მეშვეობით, ასე ვთქვათ, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ის აი ამ უკვე მეორე არჩევისას, ხო? თავარი რაც არის აქ არის ის, რომ ევროპელებმა ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რომელიც ძირითადად ევროპის ქვეყნები არიან, მათ უნდა დახარჯონ მეტი, მათ უნდა მეტი აქტიურობა გამოიჩინონ უსაფრთხოების საკითხებში და ყველაფერი ამერიკაზე დაფუძნებით, ანუ ამერიკის ხარჯებზე გავლით აღარ უნდა ხორცელდებოდეს. აი სკეპტიციზმი ზოგადად აი ამ ხარჯვისადმი და ზოგადად ამერიკის სამხედრო უპირატესობისადმი და აი ამ უპირატესობის ასე ვთქვათ, ბოროტად გამოყენებისადმი ამერიკულ ისტაბლიშმენტში ყოველთვის იყო. ანუ ტრამპი არ არის პირველი ასეთი მმართველი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს იმას, რომ ამერიკა უნდა იყოს ჩარეული აქტიურად ევროპის თუ აზიის კონტინენტებზე და იქ ითამაშოს გარდამტეხი როლი, ხარჯოს უფრო მეტი და ასე ვთქვათ, გააგზავნოს უფრო მეტი ჯარისკაცი, ვიდრე საკუთრივ ადგილობრივმა ქვეყნებმა. ასეთი მიდგომები არსებობდა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში არა მარტო პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის, ან პირველ მსოფლიო ომამდე, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, როდესაც 50-იან თუ 60-იან წლებში მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში, ჩვენ ხედავდით საინტერესო კონკურენტებს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დებატებს, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს ეს ამერიკული ძალა, ამერიკული რესურსები. აქ უფრო დეტალურად რო გავშალოთ, ყოველ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრაქტიკულად ამა თუ იმ პრეზიდენტს, ან პოტენციურ პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, ყავდა კონკურენტი, რომელიც წინააღმდეგი იყო ამერიკული ფულის ხარჯვისა ასე აქტიურად უცხოელ მოკავშირეებზე.
ეს საკმაოდ სიმპტომატური იყო იმ დროსაც შეიძლება ითქვას, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ცალსახად ეს პროცესი, რომელსაც ჩვენ დღეს ვეჯახებით ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში, არ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანზე დაფუძნებული და არ არის ეს მხოლოდ ის ახირება, ასე თქვა, დონალდ ტრამპისა ან მისი რამდენიმე ასე თქვა, მოკავშირისა, რომ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკა გაატარონ. ეს ამერიკულ ისტაბლიშმენტში ყოველთვის არსებობდა ეს უკმაყოფილება იმით, რომ ყველაფერი ამერიკაზეა დამოკიდებული და სხვებს უნდა ნაკლები ფულის ხარჯვა და უფრო გამოყენება აი ამ რესურსებისა თუ კეთილდღეობისა, რომელიც იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. და ამიტომაც ამ ტრამპის პრეზიდენტობას ჩვენ უნდა შევხედოთ გარკვეულწილად როგორც ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესისა, რომელსაც ჩვენ ადრე 50-იან წლებიდან მოყოლებული ვხედავთ და პრინციპში 90-იან წლებშიც კი, როდესაც ამერიკა გამარჯვებულია, ცივი დასრულებულია, საბჭოთა კავშირი დამარცხებულია, ჩინეთმაც კი დაიწყო კაპიტალისტური ეს თქო რეფორმების გატარება და რეალურად თითქოს აი ლიბერალური წესწყობილება იმარჯვოს თელ მსოფლიოში. ამ მომენტშიც კი ამერიკელები მაინც ბევრი იყვნენ უკმაყოფილნი იმით, რომ მაინც ამერიკას უფრო მეტის დახარჯვა უწევს. მაგრამ როგორც თქვით, მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ის განცდა, რომ სარგებელი უფრო მეტია ვიდრე დანახარჯი, ხოლო აი ეს განცდა უკვე გაიქარწლა სადღაც 2010-იანი წლების მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყირიმში მოხდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე გამოჩნდა რაც უფრო გამყარდა ის აზრი, რომ ჩინეთი არის ის მომავალი მოწინააღმდეგე, ფუნდამენტური მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკამ მთელი თავისი რესურსები უნდა გადაიტანოს ჩინეთთან პაექრობაზე. აი ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, რა პოზიციის დაკავება შეუძლია ან რა პოზიციას დაიკავებს ამერიკის შეერთებული შტატები ევროპასთან თუ აზიასთან მიმართებით. აქ საინტერესოა, რომ ძალიან კარგად ესმით პოტენციური საფრთხეები კორეას, იაპონიას და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. რადგან პრინციპში აქ შეიძლება ჩავთვალოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც, რომელიც უფრო ახლოს არიან რუსეთთან და უფრო მეტ საფრთხეს გრძნობენ რუსეთის ფედერაციისგან. ცალსახა ის, რომ ამ ორივე მიმართულებას, ანუ როგორც აზიაში, ასევე ევროპაში ესმით, რომ თუ ამერიკული მხარდაჭერა შემცირდა, თუ ამერიკა გავიდა ნატოდან, თუ ამერიკა თუნდაც არ გავიდეს ნატოდან, მაგრამ უბრალოდ რიტორიკულად მაინც გააგრძელებს იმის თქმას, რომ ის არ აპირებს თავისი მოკავშირეების დაცვას მომავალში, ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ მეტი ფულის ხარჯვა თავის სამხედრო აღჭურვილობაზე, უნდა გაზარდონ სამხედრო ბიუჯეტები, უნდა მოაძლიერონ, ასე ვთქვათ, სამოკავშირეო ურთიერთობები ერთმანეთთან, იქნება ეს სამხრეთ კორეა და იაპონია თუ საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი და უნდა მოხდეს სრულად რეორგანიზება მათი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების კონცეფციებისა და რასაც ჩვენ მაგალითად კარგად ვხედავთ სამხრეთ კორეის მაგალითზე, სადაც სეულში რეალურად ფიქრობენ იმაზე, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საუკეთესო ვარიანტი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის, რა თქმა უნდა, ბირთვული შეიარაღების შექმნა და ამაზე ღიად საუბრობენ სამხრეთ კორეის პოლიტიკოსები. იაპონიაში ამაზე საუბარი ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ იაპონელები უფრო აქტიურად ფიქრობენ შეიარაღებაზე, შეიარაღების მომატებაზე, ასე ვთქვათ, რათა უფრო მარტივად მოახერხონ თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა პოტენციური ჩინური თუ ჩრდილოეთ კორეული თუ რუსული საფრთხის წინააღმდეგ. მეორე მხრივ ევროპაში, სადაც რეალურად ცივი ომის შემდეგ ამ კონტინენტზე ყველაზე დიდი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთი დაესხა თავის მეზობელს 2022 წლის თებერვალში, ჩვენ ხედავთ შემდეგ პროცესებს. პირველ რიგში
ეს არის ის რომ იწყება ეგრეთ წოდებულ ევროპულ ავტონომიაზე, ყოველ შემთხვევაში სამხედრო ან უსაფრთხოების კუთხით ავტონომიაზე საუბარი. და ამ კუთხით ტრამპის მოსვლამ უფრო გაამძაფრა ეს შეგრძნება, ეს საჭიროება, ასე ვთქვათ და ჩვენ დღეს ვხედავთ უფრო ღია საუბარს იქნება ეს გერმანიასა თუ საფრანგეთში იმაზე თუ რა შეიძლება გააკეთონ რომ გარკვეულწილად იყვნენ თავისუფლები კი არა და არამედ უფრო მეტი გარანტია ჰქონდეთ ურთიერთობის უსაფრთხოებისა ნატოს ფარგლებს გარეთ. ანუ ნატო არის ერთი კონცეფცია, სადაც ამერიკა არის დომინანტი ქვეყანა და ამერიკის მხარდაჭერის გარეშე რეალურად ვერ მოხერხდება დიდი ომში გამარჯვების მოპოვება. რა არის საჭირო იმისათვის, რომ აი ამ ნატოს კონცეფციის იქითაც გქონდეთ ევროპულ ქვეყნებს უსაფრთხოება. და აი ამ კუთხით ფრანგები და გერმანელები და განსაკუთრებით მაინც უფრო ოფიციალური პარიზი ფიქრობენ იმაზე, რომ შექმნან ევროპული არმია, ევროპული ჯარი, რომელიც უფრო მზად იქნება, რომ ასე ვთქვათ, კონტინენტის, ანუ ევროკავშირის საზღვრები დაიცვას. აი ამის ფონზე, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხედავთ იმას, რომ ამერიკა სულ უფრო ნაკლებად არის დაინტერესებული იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონებითაც კი, როგორიც არის ევროპა და დასავლეთ ევროპა თუნდაც და აზიის უკიდურესი აღმოსავლეთი. საინტერესოა ეს ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, ან შეიძლება ვთქვათ, რომ არის რეალურად ეს ცვლილება თუ არა, იმიტომ რომ პრაქტიკაში როგორ მოხდება, ეს კიდევ საკითხავია. აქ ჩვენ გვაქვს საუბარი ამერიკის დიდ სტრატეგიაზე, ხო? ანუ ეს რა არის დიდი სტრატეგია? გასაგებია, რომ სტრატეგია არის კონკრეტულად რაღაცა ერთ კონფლიქტში გამარჯვება, შეიძლება ითქვას, და როგორ უნდა გამოვიყენო ესე ვთქვათ ეს რესურსები აი ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად, აი ამ კონკრეტულ ვითარებაში გავიმარჯვო ომში, რათა ჩემი ასე ვთქვათ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მე მივაღწიო ამ თუ იმ შედეგს, მაგრამ არის კიდევ დიდი სტრატეგია. ეს დიდი სტრატეგია უშუალოდ არის დაკავშირებული გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის უსაფრთხოებასთან. აი ამ კუთხით ამერიკა გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სტრატეგიის კუთხით ყოველთვის ფიქრობდა შემდეგნაირად, რომ ორივე სანაპირო იქნება ეს დასავლეთ ევროპის თუ აზიის, რომელიც გადაყურებს ამერიკის დასავლეთ თუ და აღმოსავლეთ სანაპიროებს, უნდა იყოს დაცული და უნდა იყოს პირდაპირ ამერიკის დაცვის ქვეშ. პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა ნათლად აჩვენა ის, რომ შეუძლებელია ამის მიღწევა უშუალოდ ამერიკის ჩარევის გარეშე. ამერიკის ჩარევის გარეშე ხდება ცდელობა ამა თუ იმ ქვეყნის მიერ, რომ სრულად გააკონტროლოს, ესე ვთქვათ, ევროპული კონტინენტი. პირველ მსოფლიო ომის დროს ეს იყო გერმანია იმპერიული, მეორე მსოფლიო ომის დროს ეს იყო ჰიტლერის გერმანია. შემდეგ იყო საფრთხე საბჭოთა კავშირის და აი აქ უკვე ამერიკელები უშუალოდ ჩადგნენ ევროპაში და ამით მოახერხეს ამ კონტინენტის გარკვეულწილად გადარჩენა და რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაც, რადგან თუ შენ მიეცი ევროპული კონტინენტის რესურსები ერთ რომელიმე ძალას, გასაგებია რომ ეს რესურსები იქნება უფრო მეტი ვიდრე ამერიკული რესურსები და ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დადგება ამერიკის უსაფრთხოება, ან მისი დომინირება, ასე ვთქვათ, ატლანტის ოკეანეში საკუთრებ, ხო? ამიტომაც აქ ჩვენ საუბარი გვაქვს უფრო აი გრძელვადიან პერსპექტივაზე, გრძელვადიან დიდ სტრატეგიაზე, ასე ვთქვათ. შეცვლის თუ არა ამერიკა ამას. ამ მომენტისთვის ნაკლებად სავარაუდოა, გასაგებია რომ ტრამპი აწვება იმ იდეას, რომ მისმა მოკავშირეებმა უფრო მეტი უნდა დახარჯონ და გარკვეულწილად ეს ლოგიკურიც არის. მაგრამ თუ ამ მოკავშირეებს, ანუ დასავლეთ ევროპას, ცენტრალური ევროპის ნაწილს თუნდაც შეექმნა უშუალოდ ეგზისტენციალური საფრთხე რომელიმე დიდი ძალის მხრიდან, ან იგივე საფრთხე დაიმუქრა იაპონიას და სამხრეთ კორეას, როგორ უნდა იმოქმედოს და რას მოიმოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები. დიდი სტრატეგიის ლოგიკა პრინციპში კარნახობს იმას, რომ ამერიკა აუცილებლად უნდა ჩაერიოს ამ შემთხვევაში, რადგან
თუ ეს არ მოხდება, ეს რეგიონები დაეცემა პირობითად ერთი რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ იქნებიან და შემდეგ უკვე ამ ქვეყნებს, იქნება ეს აზიის მხრიდან თუ ევროპის მხრიდან, ექნებათ უფრო მეტი საშუალება, მეტი რესურსი, რომ ოკეანეებზე გაბატონდნენ. რაც რა თქმა უნდა, იქნება პირდაპირ, ასე ვთქვათ, საფრთხე, ეგზისტენციური საფრთხე ამერიკის სიძლიერისთვის და შეიძლება მისი გარკვეულწილად სახელმწიფოებრივისთვისაც, რადგან მაინც ამერიკული ეკონომიკა დგას აი ამ ზღვებზე კონტროლის დამყარებით. ამიტომაც აი ამ რიტორიკის უკან რა იმალება გულისხმობ ამ ტრამპის საგარეო პოლიტიკის უკან რეალურად იმალება თუ არა ის საფრთხე, რომ ამერიკა არ ჩაერევა კონფლიქტებში აზიასა და ევროპაში, ამის თქმა რა თქმა უნდა ჯერ კიდევ რთულია და ალბათ სანამ ჩვენ არ გვექნება რეალური საფრთხე ევროპისთვის თუ აზიისთვის, იაპონია და კორეისთვის, ჩვენ ამაზე პასუხს ვერც გავიგებთ, მაგრამ დიდი სტრატეგია მეტყოლებს იმაზე, რომ და კარნახობს იმას, რომ ამერიკა უცებოდ უნდა ჩაერიოს და უცებოდ ხარი უნდა დაუჭიროს იმ რეგიონებს, რომელიც არ მისცემს საშუალებას, ასე ვთქვათ, კონტინენტურ ძალებს, იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი, ირანი თუ რომელიმე სხვა, რომ ასე ვთქვათ, თავისი კონტროლი გაამყარონ აზიის და ევროპის, ასე ვთქვათ, დიდი ევრაზიის პერიფერიებზე, ხო? ამიტომაც ამ მომენტისთვის მაინც ჩვენ ხედავთ გადაწყობას სოფლიო წესრიგის, სადაც ამერიკას სურს, რომ უფრო მეტი უკეთესი პირობები მიიღოს თავისთვის და ამ კუთხით ის ცდილობს მეტი დაახარჯინოს სხვებს და როგორც კი აი ეს გამოუვა, მერე შესაძლებელია ისიც, რომ ამერიკამ გააგრძელოს ისეთივე პოლიტიკა, როგორც ატარებდა ადრე. კერძოდ ის, რომ მისთვის დასავლეთ ევროპა და აზიის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი იქნებიან ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომამდეც პრინციპში, მაგრამ ომის დროს და ომის შემდეგ განსაკუთრებით. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა როლის შესრულება შეუძლია ამერიკას უშუალოდ სამხრეთ კავკასიაში, ხო? მაინც და მაინც ეს რეგიონი არ არის საკვანძო ამერიკის დიდი სტრატეგიისთვის, ამერიკის ინტერესებისთვის, რა თქმა უნდა, ინვესტიციები არის, იქნება ეს საქართველოში თუ აზერბაიჯანში, არის ამერიკული ინვესტიციები ცენტრალურ აზიაში და გასაგებია, რომ სამხრეთ კავკასიაზე გადის ეს ფიზიკური დერეფანი, რომელიც აკავშირებს ამ ორ რეგიონს, ანუ გულისხმობ კავკასიას, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან ევროპა, ევროკავშირი და ჩინეთი და აი ამ ის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამერიკული ინტერესი ამ რეგიონში არის, მაგრამ არ არის ეს ისეთი დიდი ინტერესი, რომ ამერიკამ უფრო აქტიური როლი შეასრულოს ამ რეგიონში, განსაკუთრებით, როდესაც ასეთი სკეპტიკოსები არიან ხელისუფლებაში, როგორიც არის ტრამპი და მისი მომხრეები. ამიტომაც ეს პერიოდი, ანუ მომდევნო 4 წელი, იქნება დახასიათებული, ასე ვთქვათ, ნაკლები ამერიკული აქტივიზმით სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის მიმართულებით. ეს არ არის მაინც და მაინც კარგი ამბავი პატარა მოთამაშეებისთვის, პატარა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რადგან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა მაინც აწყობილია იმაზე, რომ ლავირება მოახდინოს დიდ მოთამაშეებს შორის. და ამ კუთხით, როდესაც ამ რეგიონში ერთი მოთამაშით ნაკლები არის, რა თქმა უნდა, ეს ნაკლებ ოფციას გთავაზობს შენ როგორც პატარა ქვეყანას, რომ გარკვეული, ესე ვთქვათ, დიპლომატიური მანევრირება მოახდინო ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. და აი ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ეს მომდევნო 4 წელი იქნება საკმაოდ გართულებული სამხრეთ კავკასიის თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რადგან მეზობლად არსებული ქვეყნების უმეტესობა არიან უფრო განწყობილი ექსპანსიაზე, იქნება ეს ეკონომიკური თუ ხშირ შემთხვევაში ტერიტორიულ ექსპანსიაზეც, რაც რა თქმა უნდა მაინც და მაინც არ მატებს უსაფრთხოებას
სამხრეთ კავკასიის თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებისა.